მოგესალმებით. პირველ არხზე წარმოგიდგენთ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტს სიგნების თარო. მე ამ შოუს წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს სიგნების თაროს მე-13 სტუდენტური სეზონის მერვედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი ძალიან საინტერესო გუნდი და წარმოგიდგენთ ამ გუნდებს. კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი ტრიუმფალური ჭაღი და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი კუბა როიალ. სალამი მეგობრებო. როგორ ხართ? არა მიშავს მეც დავით თქვენ როგორც წარმართავთ თამაში ისეთ ხასიათზე დავდგები მეც და ამიტომ წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს რომ თითოეული გუნდი მოახერხებს თავისი მაქსიმუმის გამოვლენას დღევანდელ მერვედფინალში. თანაც ამ მერვედფინალის მოგები თქვენ გადახვალთ უკვე მეოთხედფინალში და გააგრძელებთ ბრძოლას სეზონში მთავარი პრიზისთვის, რომელიც გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. მოდი გავიცნოთ ჩვენი დღევანდელი მერვედფინალისტები, ვნახოთ თავადაც როგორ იცნობენ ერთმანეთს და ვნახოთ მოკლედ ვიდეო რგოლები მათ შესახებ. პირველ რიგში ტრიუმფალური ჭაღის ჯერია. სიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. სიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. სიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. ანდურილთან შეხვედრა შეიძლება მოგვეწევოს მეოთხედფინალში და მიმაჩნია რომ ეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართება რა და შეიძლება რაღაც ერთი ან ორი ქულა გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას. მე დავწერე კუბა როიალი, იმიტომ რომ პირველი ვეაზე ამას ვხვდები და ძალიან კაი ბავშვები არიან, ძალიან ძლიერი გუნდი არის და ალბათ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი კონკურენტები ჩვენი ესენი არის. მე ვეთანხმები ნიკოს, ძალიან კარგი ბავშვები არიან, ძალიან საყვარლები და ისეთ მგონია რომ ძლიერ კონკურენციასაც გაგვიწევენ. ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური სეზონი იყო, რაც მინახავს და ამ კრიტერიუმით შევაფასებ მე რომ მარტივად მეჩვენა მათი გამარჯვება შედარებით. მე მიწერია კრატარეპოა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ესე შეკრული გუნდი იყო, ყველას თავისი როლი ჰქონდა გუნდში და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა გაიარეს ფინალამდე და ამიტომაც მგონია რომ ამორჩეული ჩემპიონები არიან. მგონია რომ ზოგადად ყველა გუნდი რომელიც გადის ფინალში ძალიან ძლიერი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საფრთხე უნდა გადალახო ამისთვის, თუმცა მეც აი ნიკოს ვეთანხმები, გამორჩეულად ამ გუნდის გამარჯვება მომეწონა. როგორ გითხათ, ზოგადად ვინ ლაპარაკობს ბევრს თქო, ალალად ვიტყოდი მე თქო, მაგრამ თამაშისას არ მიმაჩნია სწორ ტაქტიკურ გადაწყვეტილებად ბევრი ლაპარაკი და შედარებით ვინც გვიზიარებს ვერსიებს ნიკოა, მე როგორც წესი ჩუმად ვარ. არ დავეთანხმები ამ შემთხვევაში ნიკას, მან მართალია ყველა სამივე ცოტას ლაპარაკობთ, მაგრამ ჩემს ზუსტად ეგ არის პრობლემა რა, რომ ცოტას ლაპარაკობთ და რაღაც იმებს ერთმანეთს არ უზიარებთ. ჩემი აზრით არც ერთი აი ზოგადად ჩვენთვის ვართ ხოლმე ფიქრობთ რაღაცაზე და რაღაც იდეა რო გაგვიჩნია, შემდგომ უკვე უზიარებთ ერთმანეთს შესაბამისად და გამორჩეულად არც ერთი. ძალიან უყვარს ნიკოს ქართული ფოლკლორი და ქართული მუსიკალური შემოქმედება და ბენდებში ერკვევა და შეიძლება გამოგვადგეს, იმედი გვაქვს გამოგვადგება რაღაცაში. და ლიზის შემთხვევაში ფილმებს უყურებს ძალიან ბევრს და ამიტომ წიგნებიც რო უყვარს, ძირითადად ცდილობს რომ ეკრანიზაციებს უყუროს და ბევრი ეკრანიზაციას ისო ესე გამოსადეგი ნიჭია ესეც რა. მე ლიზზე მიწერია სილაღის შემოტანა სოციუმში, იმიტომ რომ მაგალითად პირად მაგავიძე, ანუ მე ხშირად ცოტა მოწყენილი ვარ ხოლმე და ლიზი როცა მოდის ხოლმე რაღაცა ერთად როცა ვართ, სულ რაღაცა სილაღე და კაი განწყობა შემოაქვს ხოლმე რა. რა ძალიან მნიშვნელოვანი უნარი ადამიანში და ნიკაზე მიწერია ორიენტირება სივრცეში, იმიტომ რომ ვინც არ იცის, ანუ ავტოსტოპით ყველანაირი GPS-ის გარეშე შემოვივი აქ თურქეთი, საფრანგეთი, ბევრი ქვეყანა. ნიკოზე შევამჩნიე წელს რომ სიმაღლეში მოიმატა უეცრად ჩემი აზრით ეს არის ფარული ნიჭი რომელიც ყველა უნდა აღნიშნოთ, იმიტომ რომ ბევრად უფრო მე არ არის ფარული. ნიჭი არ არის. მე ნიჭად ვცლი მაგას. და უპატარავდი და ჩვენი ნიჭია. მეც მინდა იქ ნიჭი.
აპლოდისმენტები კავკასიის უნივერსიტეტის გუნდს ტრიუმფალური ჭაღი. ახლა კი კუბა როიალ. ესე იგი მე დავწერე ინდიაურა, რადგან წინა სეზონის ფინალისტი მოთამაშეები არიან საკმაოდ ძლიერები, კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული, თანაც ჩვენი უნივერსიტეტები და ვთვლი რომ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტები იქნებიან. ინდიაურა პირველ რიგში, მაგრამ მე დავწერებ შილებს საკუთარი თავები, იმიტომ რომ საკუთარი თავის თავი მტერები მე მგონი ჩვენ თვითონ ვართ. თუ რაღაცა ისე არ წავიდა, მე თან ვიჭრებით ხოლმე, მაგრამ იმედია არ იქნება ეგრე და ინდიაურა, იმიტომ რომ ჩემი აზრით პირადად ყველაზე დაბალანსებული გუნდია ამ სეზონზე. ნაბიჯ მიდიან გამარჯვებამდე და იმედია ჩვენ არ გადაგვეღობებიან. ან თუ გადაგვეღობებიან, არ შეგვიშლიან ხელს. მე მიწერია მარტო განსხვავებული აბერტო, იმიტომ რომ ჩემი აზრით სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია და რა განსხვავებული რა უნდა თქვა ძალიან ძლიერები არიან, დაბალანსებული გუნდიც არის და ჩვენ ბადაში არიან. მე დავწერო ერთმანეთს ვავსებთ. შეიძლება ვინმეს რამე დაავიწყოთ, მაგრამ ამას არ ვაღიარებ, იმიტომ რომ მაგალითად მე თუ დამავიწყდება, აკრა ჩემი გუნდელები გაიხსნან და ეს დავიწყებულად არ იწება. არ იწება. ბლიცზე თუ დაგვავიწყდა, ჩვენ ვპატიობთ ერთმანეთს ეგეთ რაღაცებს არა უშავს. არც ეს თქო დავწერე, იმიტომ რომ რა ვიცი. სამის ბლიცი გვაქვს ნათამაშები. ჩვენ გუნდები სასკოლოზე და შესაბამისად რა ვიცი. წესით მახსოვრობა ფორმაში გვაქვს. ხო, ჩემი გუნდელები მომიფრთხილდნენ არ და იციან რომ მე მოვიწყდება ხოლმე რაღაცები. ანუ იდეაში მაგ მომენტში ვერც ვავსებთ, იმიტომ რომ მე თუ რაღაც მახსოვს ნაწარმოები, მაგრამ სახელს ვერ ვიხსენებ, ვერც ვხსნი და ფარტხალს ვიწყებ და ისტერიკას, ამიტომ მაგ ყმას ვიწყებ ცემ ხოლმე რაღაც, ამიტომ მე თუ სახელს ვერ ვიხსენებ, მორჩა იქ ცუდად არის საქმე. მე დავწერე ნიკა ქურციკიძე, რომელიც იყო ჩემი გუნდელი მე-14 სასკოლო სეზონში და ამ სეზონიდან ვისი დამატების სურვილიც მექნებოდა, ეს არის ნიკა, იმიტომ რომ ადამიანი არის მართლა ჩემთვის შეუდარებელი და ძალიან კარგი გუნდელობა გამიწია, ჩემი მეგობარია, კლასელია და რა თქმა უნდა. მე დავწერე ნიკა მეტონიძე, რომელიც რეალურად სტუდენტში ძალიან მოთამაშეა, მაგრამ იმის იქითაც ძალიან მაგარი მოთამაშეა, უბრალოდ რაღაცა უიღბლობის ამბავია და მგონია რომ ორი უიღბლო თუ იქნებოდით ერთ გუნდში, ორი მინუსი გაპლუსდებოდა და რაღაცა გამოვიდოდა. მე დავწერე ლიზი გაბლაია, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, საყვარლის გოგო და ჩვენი გუნდელი უნდა ყოფილიყო და მიზეზთა გამო არ მოხერხდა და ამიტომაც რადგან მეოთხე შეიძლება, ბარემ ლიზი იყოს. გვიყვარს ძალიან. აპლოდისმენტები თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს კუბა როიალ. საინტერესოა ეს ყველაფერი. მე აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ჩვენი გენერალური სპონსორია წყალიმთის, იცხოვრე სრულყოფილად და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. და თამაშიც უნდა დავიწყოთ ალბათ, თუ ამისთვის მზად ხართ. თქმა უნდა. დავიწყოთ თამაში წიგნების თარიღი. პირველი რაუნდი, პერსონაჟი. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელიც საუკუნეების წინ გამოჩნდა ძალიან ცნობილ ნაწარმოებში. გმირი მეტად მაღალ თანამდებობას იკავებს. მას ხშირად ახასიათებენ როგორც ბრძენსა და გამჭრიახს. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ცდილობს თავი არამცოდნედ წარმოაჩინოს. რათა მის სტატუსს, პოპულარობასა და მზაკვრულ გეგმებს საფრთხე არ შეექმნათ. ზოგიერთ ადაპტაციაში გამოსაცნობი პერსონაჟი მეფის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში მონაწილეობს. ლიტერატურათმცოდნეთა აზრით, გმირის სახელი პოლონელი პიროვნების შესახებ დაწერილი წიგნიდან მოდის, რომელსაც ინგლისურენოვან სათაურად პოლონიუსი. პოლონიუსი. ვინ არის პოლონიუსი ნინი? ჰამლეტში არის ოფელიას და ლაერტის მამა. ოფელიას და ლაერტის მამა. ეს არის პოლონიუსი, ეს სწორი პასუხია, აბსოლუტურად. პოლონიუსი მართლაც უილიამ შექსპირის პერსონაჟია, ძალიან ცნობილი პიესიდან ჰამლეტი და სამი ქულის მომტანით აღმოჩნდა ოფელიას მამა კუბა როიალისთვის. 3-0 ხდება ანგარიში, წინ გადის თავისუფალი უნივერსიტეტი და მეორე რაუნდი. ციტატა.
ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რატომ ანეტი არ გათხოვდა? რა სულელები ხართ თქვენ ყველანი მუსიე, რომ იგი არ შეირთეთ? მაპატიეთ, მაგრამ ქალებისა თქვენ არაფერი გაგეგებათ. რა მოკამათე ყოფილხართ მუსიე? მე თქვენს ქმარსაც მუდამ ვეკამათები. არ მესმის, რატომ აპირებს ომში წასვლას. მიმართა მან სრულიად დაურიდებლად, რაც ასე ჩვეულებრივია ახალგაზრდა მამაკაცისა და ახალგაზრდა ქალის ურთიერთობაში. კნიაგინია შეშფოთდა. ეთყობოდა კაცის სიტყვები გულში მოხვდა. აი სწორედ მეც მაგას ვამბობ. წამოიძახა მან. არ მესმის, რატომ არ შეუძლიათ მამაკაცებს უომრად ცხოვრება. რატომ არის რომ ჩვენ ქალებს არაფრის სურვილი არ გვაქვს, არაფერი არ გვინდა. განსაჯეთ მუსიე, სულ ვეუბნები. აქ ადიუტანტად არის ბიძა ჩემთან. მეტად ბრწყინვალე მდგომარეობაა. ყველა იცნობს, ყველა აფასებს. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი, არც ერთმა გუნდმა არ გარისკა და დამატებითი მინიშნე. დასახული მიზნის მისაღწევად წინადადებას აძლევდა გაეყიდათ კოსტრომის გუბერნიის ტყეები, ქვემოური მიწები და ყირიმის მამული. მაგრამ ყველა ეს ოპერაცია მმართველის სიტყვებით პროცესების ყადაღის მოხსნის, გამოთხოვის, ნებართვისა და სხვა ამისთანების ისეთ სირთულესთან იყო დაკავშირებული, რომ პიერს გზაკვალი ებრძოდა. ომი და მშვიდობაა, კაცოა. ომი და მშვიდობაა, კაცო მერე. ომი და მშვიდობა, ხო და სადახართ მერე ამდენ ხანს, რა და ვიცი რომ თავი და ხო რაღაცა იყო ლოგიკა კნიაგინია, ომში წასვლა, ადიუტანტად ყოფნა, მუსიეს ელაპარაკება, ყირიმი უკვე შემდეგ და ასე შემდეგ და თქვენც გქონდათ ვერსია. ვიცი? მე კი ვიცი, მაგრამ თავარია თქვენ იცოდეთ. 4-0 ხდება ანგარიში და მესამე რაუნდი. დოკუმენტური. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც ცნობილ ავტორს ეკუთვნის. თავად მწერალი წლების განმავლობაში წერდა ლექსებს, რომელთა მოტივებზე არაერთი მუსიკალური ნაწარმოები შეიქმნა. ამას გარდა მან მაიაკოვსკის 4 პოემაც თარგმნა. ნიშანდობლივია, რომ მას გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემია აქვს მოპოვებული. უნდა აღინიშნოს გამოსაცნობი წიგნის სათაური. იგი ალუზია ავტორის მოღვაწეობაზე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცნობილი ქართველი პოეტის შემოქმედებას იკვლევდა და წერდა კიდეც მის შესახებ. შესაბამისად, გამოსაცნობი ნაწარმოები სრულიად ავტორის გავლილ გზაზეა დაფუძნებული. მოიცავს მის ფიქრებს, მაგრამ წინა ცნობილი წიგნისგან განსხვავებით არ შეეხება ზემოთ ხსენებულ პოეტს. ვერსია არ არის 30 წამი. ეს მოიჩვენე. ის ხო სამი, 2, აბა რას ამბობთ? გალაქტიონი უცენზუროთ. გალაქტიონი უცენზუროთ. ეს არ არის სწორი პასუხი. არა, ეს არ არის სწორი პასუხი. ირაკლი. სულ 2 წამი არის დარჩენილი, 2, 1, მაგრამ 30 წამის განმავლობაში არ რისკავს ტრიუმფალური ჭაღი და დამატებითი მინიშნება თქვენთვის, მეგობრებო. დამატებით გეტყვით, რომ ეს წიგნი ცნობილ ქართველ ავტორს ეკუთვნის, ნაწარმოების სათაური ფაქტობრივად გვეუბნება, რომ პოეზიის მეფეზე ამბებს აქ ვერ ამოვიკითხავთ. 3, გისმენთ? ეს წიგნი არის
galaktioni აქ არ არის. Galaktioni აქ არ არის. არც სწორი პასუხი არის აქ, მეგობრებო. ეს არ არის. სათაური წიგნისა, რომელზეც გეკითხებოდით. რა თქმა უნდა, ხო, Galaktionis პრემიაც მიიღო ამ ადამიანმა. მეტიც ის ცნობილია ორი კუთხით, ერთი იმით, რომ ბრწყინვალე თანამედროვე ქართველი პოეტია, ეს არის ვახტანგ ჯავახაძე. მეორე კი იმით, რომ მთელი ცხოვრება Galaktion's იკვლევდა და ყველაზე დიდი კვლევები აქვს კიდევაც მიძღვნილი მისთვის. ოღონდ ეს არ არის უცნობი, როგორც კითხვის ტექსტში იყო, წინა ცნობილი წიგნისგან განსხვავებით. აქ ვერ ნახავთ პოეზიის მეფეზე ვერაფერს, იმიტომ რომ აქ ჯავახაძე უკვე თავის ფიქრებს და უკვე თავად ჯავახაძეა Galaktionis გარეშე. ამ წიგნს ქვია Galaktionis გარეშე, პირდაპირ ასე, Galaktionis გარეშე. გავაგრძელოთ თამაში, მეოთხე რაუნდი სხვადასხვა. გამოიცანით სპორტის სახეობა, რომელიც მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანაში სარგებლობს პოპულარობით. მისი წინამორბედი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში უნდა შექმნილიყო. ხოლო თანამედროვე სახე დასავლეთ ნახევარსფეროში მიიღო. როგორც ცნობილია, მისი პირველი შეხვედრა 1759 წელს სარიში შედგა. ამ უკანასკნელში მონაწილეობა უელსის პრინცმაც კი მიიღო. მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ის ნიუ-იორკის არეალში ძალზედ პოპულარული გახდა და ამერიკული ჟურნალები ნაციონალურ სახეობადაც კი მოიხსენიებდნენ. წლების შემდეგ ის აზიაშიც გავრცელდა. რაც შეეხება ლიტერატურას, მას ბევრგან შევხვდებით. მათ შორის 21 საუკუნის ნაწარმოებში. სწორედ ამ სახეობის გულმხურვალე გულშემატკივარია ადამიანი, რომელსაც ბრწყინვალე გონება აქვს, ასწრებს კუბა როიალი და იტყვიან ახლა სპორტის სახეობას. ეს არის გისმენთ? ბეისბოლი. ბეისბოლი. და ვინ არის გულხურვალი გულშემატკივარი მაშინ? მეორია, მაგრამ ხარ მოხს. ფორსტამპი. არა. ფორსტამპი არა. ადამიანი, რომელსაც ბრწყინვალე გონება აქვს, ამის თქმა მოვასწარ. აღარ მოხს. მაგრამ სულ რამდენიმე წუთიანი მახსოვრობა. პროფესორი. რა თქმა უნდა, ეს არის ბეისბოლი, ეს სწორი პასუხია. იოკო ოგავასთან პროფესორს ძალიან უყვარს ბეისბოლი. ბეისბოლი ასევე უყვარს სანტიაგოს მაგალითად ჰემინგუეისთან, ბეისბოლი უყვართ აპდაიკის გმირებს და მოკლედ ძალიან პოპულარულია ლიტერატურაში, განსაკუთრებით ამერიკულ ლიტერატურაში, თუმცა ეს გამონაკლისია ამ თვალსაზრისით. ეს სწორი პასუხია, სამიქულა კიდევ ემატება აქტივში კუბა როიალს და 7-0 ხდება ანგარიში. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თამაში და მეხუთე რაუნდი. ვიდეო შეკითხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც საუკუნეების წინ დაიწერა. ტექსტის შექმნის წინაპირობად ავტორისა და მისი მეუღლის სკანდალურად დასრულებული ქორწინება იქცა. ამ ფაქტის გამო მწერალს ქვეყნის დატოვებაც კი მოუწია. ნაწარმოებში მრავლად შევხვდებით ზებუნებრივ თემებს, რომლებიც იმდროინდელ ლიტერატურაში უცხო, თუმცა გოთიკური ჟანრისთვის დამახასიათებელი იყო. საინტერესოა, რომ წიგნმა მუსიკაშიც იპოვა თავისი ადგილი და მის მიხედვით ჩაიკოვსკიმ და შუმანმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნეს. ეს ლექსად დაწერილი პიესაა, რომელიც სულაც არაა სცენაზე დასადგმელად განზრახული. ნაწარმოები დიდგვაროვანი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ასტარტესთან აკრძალულ ურთიერთობაშია ჩაბმული. ვერსია არ არის 30 წამი ფიქრისთვის. ისა. აბა ისა, აბა დიპლომატი რა ქვია? რაღაცა გითხდება. აი მოიწდა ხან დავულებთ. აი ეს ხორცია. სამი, 2, 1 აჭერს ბოლო წამს კუბა როიალი და თავის ვერსიას გაგვიზიარებენ ახლა, აბა საინტერესოა. მანონ ლესკო იყოს. მანონ ლესკო. არ არის. ეგ ხო რომანია? ხო რომანია რა. და არა ლექსად დაწერილი პიესა. ეს არ არის სწორი პასუხი, რა თქმა უნდა.
მეგობრებო, ეს არ არის სწორი პასუხი. აქვს უფლება ტრიუმფალურ ჭაღს თავისი ვერსია გააჟღეროს თუ ასეთი არსებობს? არ არსებობს ასეთი. ამ ლექსად დაწერილი პიესის როგორც შეკითხვის ტექსტში ითქვა, ავტორი გახლავთ ჯორჯ გორდონ ბაირონი. მანფრედი? ეს არის მანფრედი, ნამდვილად, ეს არის მანფრედი და თუ ამას გააჟღერებდით, უკვე მიიღებდით სანუკვარ ქულებს, მაგრამ სამწუხაროდ დავრჩით ქულების გარეშე და 7-0 ანგარიშით. 4 რაუნდი წინ გვაქვს, ყურადღება მოიკრიბეთ, ძალებიც მოიკრიბეთ და მე-6 რაუნდი, ასოციაცია. ეთიკა, დანაკარგი, გულუბრყვილობა, მეხსიერება, მარტოობა, ემპათია, გაკვირვებები, სამსახურიდან გათავისუფლება, $11, შედეგები, მკურნალობა, რეგრესი, ჩანაწერები, საფლავი, მღრღნელი, ყვავილები ელჯერნონისთვის. ყვავილები ელჯერნონისთვის. ყვავილები და ასაფლავებს ნე. ხო, და მღრღნელი თაგვია რა. რეგრესგან მღრღნელი თაგვია, შედეგები. რეგრესი და ჯერადის მაღლა მე დაბლა. შეიძლება ესეც წამიკითხა წედეგები და ასე შემდეგ. ეს სწორი პასუხია, ეს არის ყვავილები ელჯერნონისთვის, ნამდვილად. დენიელ კიზის ძალიან ცნობილი მოთხრობაც და რომანიც და მასში მართლაც ხდება მთავარი გმირი ჩარლი გორდონი, რომელიც აი ამ საინტერესო ექსპერიმენტულ მკურნალობის კურსს გადის. ეს 3 ქულაა, რადგან მოასწარით კითხვის პირობისას, კითხვის გამოცნობა და 10-0 ხდება ანგარიში. შედეგად, მე მგონი მიხვდა ამ შემთხვევაში მეტოქეც, რაზე იყო საუბარი, უფრო მეტად სწრაფები უნდა ვიყოთ შემდგომ რაუნდებში. მე-7 რაუნდი, ავტორი. შეეცადეთ გამოიცნოთ ავტორი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. დღეს მისი წიგნები ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია. 2021 წლისთვის მისი ნაწარმოებების 50 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა. საინტერესოა, რომ ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად ის მუსიკაშიც მოღვაწეობს. როკ ბენდის მთავარი ვოკალისტია და ეს იუნესპო. ვიცი რომ ნორვეგიული როკ ბენდის მთავარი ვოკალისტია. იუნესპო. კი. 10 ხდება ანგარიში, ეს არის იუნესპო. იუნესპოს ბიოგრაფიიდან საინტერესო დეტალი იცოდა ნიკამ, ვახ, მოსმენილიც გაქვს? არა. არც მე სხვათა შორის და საინტერესოა რას მღერის ჩვენი იუნესპო, მაგრამ 3 ქულა კი მოუტანა მან ტრიუმფალურ ჭაღს. 10-3 ხდება ანგარიში. გავაგრძელოთ მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. აჭერს ტრიუმფალური ჭაღი. ლოლიტა. ლოლიტა. აი ამ ზოგად კადრებში ამოიცანით ვლადიმერ ნაბოკოვის ცნობილი რომანი. და 3 ქულაც მოიპოვეთ, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. 10-6 4 ქულამდე ამცირებს სხვაობას ტრიუმფალური ჭაღი, აი გამოცოცხლდნენ, გამოიღვიძეს და კიდევაც ჩაიწერეს ქულები საკუთარ აქტივში. 4 ქულა სხვაობა და 1 ძირითადი რაუნდი ხრჩება სათამაშო, მე-9 რაუნდი. ნაწარმოები.
ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ მწერალი ტექსტს 3 სხვადასხვა ადგილას წერდა: კუბაზე, ფლორიდასა და აიდაჰოში. რომანი ავტორის პირად გამოცდილებას ეფუძნება. პერიოდს, როდესაც ის ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოში რეპორტიორად მუშაობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გმირთა ნაწილი გამოგონილია, ნაწილი კი რეალური პიროვნებების საფუძველზეა შექმნილი. წიგნმა პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა. გამოცემიდან რამდენიმე თვეში მისი 9 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. რაც შეეხება ნაწარმოების სათაურს, ის ჯონ დონის ცნობილი ლექსიდანაა აღებული. გეტყვით იმასაც, რომ ტექსტის მთავარი გმირი ამერიკელი მამაკაცია, კუბა როიალი. დაღმოხდების მზე. დაღმოხდების მზე არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. არ არის ეს სწორი პასუხი და დავასრულებ შეკითხვას ტრიუმფალური ჭაღისთვის. ამერიკელი მამაკაცია, რომელიც ესპანური ენის ყოფილი პროფესორია და ესპანეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობს. ვერსია არის და გისმენთ, უნდა გააჟღეროთ ახლა ეს ვერსია. გისმენთ? შვიდობითი არა. შვიდობითი არაღო. არა. ეგ არ არის კაცი. თუ არის. არც ეს არის სწორი პასუხი. არა. რა თქმა უნდა. მეგობრებო, თუ ესპანეთზე ვართ, ჰემინგუეიზეც ვართ და დაღმოხდების მზე არ არის, რა დარჩა? ეს არის ვისთვის რეკს ზარი. ვისთვის რეკს ზარი არის სწორი პასუხი ამ შეკითხვაზე. რა დასანანია, რა ახლოს ჩაუარა ორივე გუნდმა სწორ პასუხს და მაინც ვერ მოვიპოვეთ ქულები ამ კითხვაზე. კარგით, რა გაეწყობა 10-6 ანგარიში უცვლელია. ჩვენ კი წინ გვაქვს კიდევ 12 ქულიანი ეტაპების სერია, სანამ ბლიც მივადგებოდეთ, ამიტომ თქვენი ქართული და საქართველოს შესახებ არსებული ცოდნა მოიხმეთ ამჯერად. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. პირველი ქართული რაუნდი ისტორია. პიროვნება, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, 1906 წელს დაიბადა. მისი მამა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე იყო. თუმცა თავად გამოსაცნობი ადამიანი ევროპული ქვეყნის მილიტარისტულ შენაერთში. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. მილიტარისტულ შენაერთში მოღვაწეობდა. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე იგი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის თავისუფალი საფრანგეთის არმიას. იგი მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერიტრეასა და სირიაში. ამის შემდეგ მას პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1942 წელს კი ელ-ალამეინის ბრძოლაში ღირსეულად დაიღუპა. გენერალ დე გოლის ბრძანებით პოლკოვნიკი საპატიო ლეგიონის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა. სამი? ლესელიძე იყო. ვინ? ლესელიძე. ლესელიძე. არა. ხო, არა. ლესელიძე პირიქით საბჭოთა გმირი იყო და არა იქით ამ ხარეს. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. ეს გამოჩენილი ქართველი და ფრანგი მოღვაწე კი გახლავთ დიმიტრი ამილახვარი. დიმიტრი ამილახვარი განსაკუთრებით აფრიკული კამპანიისთვის მიიღო მან ეს ჯილდო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციები შეასრულა იქ. გავაგრძელოთ. თამაში მეორე ქართული რაუნდი გეოგრაფია. თქვენ უნდა დაასახელოთ დაბა აჭარაში, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ცენტრია.
იგი მდინარე აჭარისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 256 მეტრზე მდებარეობს. 2014 წლის აღწერით აქ 1510 ადამიანი ცხოვრობდა. მაგის ქედა. ორი ვარიანტი მაქვს ერთს. რატომ? გამოიცნობენ. გამოიცნობენ, მაგრამ რამდენი დაბაა და რამდენი. არ არის ბევრი და მაქსიმალეზე ხულო არ არის, უფრო მაღლა. ქედა. კი. ეს ორი პასუხია. ეს არის ქედა, აი რატომ? ეს არის ქედა, ეს ის შემთხვევა, როცა რისკმა მოიტანა შედეგი და ორი ქულაც 10-ით 8 ხდება ანგარიში. ვაგრძელებთ თამაშს, მესამე ქართული რაუნდი კულტურა. დაასახელეთ ქართული მუსიკალური ბენდი, რომელიც მე-20 საუკუნეში შეიქმნა. ანსამბლის შექმნის ინიციატორი იყო პიროვნება, რომელიც 1958-1975 წლებში ორერას ხელმძღვანელობდა. ჯგუფის ძირითადი შემადგენლობა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტებისგან შეიკრიბა, რომელთა საშუალო ასაკი 22 წელს შეადგენდა. საბჭოთა ფირმა მელოდიამ მოგვიანებით გამოსცა ანსამბლის პირველი ფირფიტა, რომელიც მათი თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების სიმღერებისა და აბა ხო? რანინა? რანინა. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი, სამწუხაროდ და ამჯერად ვაგრძელებ ტრიუმფალური ჭაღისთვის კითხვას. და სხვა ქვეყნების მუსიკოსების კომპოზიციების cover ვერსიებისგან შედგებოდა. ბოლოს გეტყვით, რომ კოლექტივის სახელი შექმნის წლიდან გამომდინარე შეირჩა. აუ, წელი არ მახსოვს და. აი, ვია 75. ეს ორი პასუხია, ეს არის ვია 75. ნამდვილად 1958-75 წლებში რობერტ ბარძიმაშვილი ხელმძღვანელობდა ორერას და 75 წლამდე რადგან ხელმძღვანელობდა 75-ში დააარსა უკვე ვია 75, რომელიც ალბათ იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ქართული ბენდია და მათი სიმღერები დღემდე ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. შედეგად 10-ით 10 ხდება ანგარიში, 10-ან აბრებს ტრიუმფალური ჭაღი, 10-ით 0-დან 10 ქულა ამოქაჩეს და 10-ით 10 გახადეს თან ზუსტად მაშინ, როცა უკვე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე გადავა თამაში. მე გთხოვთ ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩეთ. ლიზი, ნინი, პირველი ზოგადი რაუნდი. ხელოვნება. თქვენ უნდა დაასახელოთ ხელოვანი, რომელიც 1975 წელს დაიბადა. იგი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და სცენარისტია. პიროვნებამ მოღვაწეობა 1990-იან წლებში იმპროვიზაციული კომედიის ჟანრში. კომედი სპორტსთან ერთად დაიწყო. 2003 წელს ის NBC-ს სკეჩების სერიის Saturday Night Live-ის სცენარისტი გახდა. 2005-დან 2013 წლამდე კი მსახიობის როლიც შეითავსა. მსახიობი არაერთ ფილმში მონაწილეობდა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა 2020 წელს დაწყებულმა სერიალმა მოუტანა. სერიალში იგი ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელის როლს ასრულებს, რომელიც ინგლისში ფეხბურთის გუნდის მწვრთნელად გადავა. 3 2 ნინი არ ვიცი. ნიკოლსონი იყოს, არ ვიცი. ვინ? ნიკოლსონი, ჯეკ. ნიკოლსონი. არა, ეს არ არის სწორი პასუხი ნამდვილად. ეს არ არის სწორი პასუხი. ლიზის აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი ვერსია, თუ ესეთი არსებობს, არ არსებობს. ვერ გავიხსენეთ სახელი და გვარი. ვინ თამაშობს ტედ ლასოს? ხო? ეს არის ჯეისონ სუდიკისი, მეგობრებო. ჯეისონ სუდიკისი. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხდით. ნიკა, თეკლა. მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. მეორე ზოგადი რაუნდი მეცნიერება. დაასახელეთ პიროვნება, რომელიც მე-18 საუკუნის 80-იან წლებში დაიბადა. იგი იყო ცნობილი ფრანგი მათემატიკოსი, რომელმაც ჯერ პოლიტექნიკური სკოლა,
ხოლო შემდეგ ხიდებისა და გზების სკოლა დაამთავრა. მოგვიანებით ის სწორედ ინჟინრად მუშაობდა. მისი ნაშრომები ეძღვნება მათემატიკისა და მათემატიკური ფიზიკის სხვადასხვა დარგს. გეტყვით, რომ მის მიერ დაწერილი ნაშრომი ანალიზის კურსი ეფუძნება ზღვრის ცნების სისტემურ გამოყენებას. მასშივე განსაზღვრულია ფუნქციის უწყვეტობის ცნება, მოცემულია კრებადმწკრივთა თეორიის აგება და ინტეგრალის, როგორც ჯამების ზღვრის განსაზღვრება. 3. ნიკა. აი მე რატომ რენე დეკარტი. რენე დეკარტი არ არის სწორი პასუხი, არა. ეს არ არის რენე დეკარტი ნამდვილად. 2, 1 და თეკლასაც არ აქვს ვერსია როგორც ჩანს. არ იყო ეს მარტივი შეკითხვა, ძალიანაც ჩამოყრით ყურებს. ეს არის ოგიუსტენ ლუი კოში. ოგიუსტენ ლუი კოში არის ეს მათემატიკოსი, მეგობრებო და სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს დაუთმეთ ადგილები. ნიკა, ირაკლი. მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. თქვენ უნდა გამოიცნოთ სპორტსმენი, რომელიც 21 საუკუნის დასაწყისში მანჩესტერში დაიბადა. მამამისი არაპროფესიონალთა ლიგაში ფეხბურთს თამაშობდა, რასაც ახალგაზრდა სპორტსმენი რეგულარულად უყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰალანდი იყოს. ჰალანდი. მამამისი არაპროფესიონალთა ლიგაში რო თამაშობდა მომწონს ეგ შეფასება. მანჩესტერ სიტიში თამაშობდა და პრინციპში დაახლოებით იგივე იყო. არ არის ეს სწორი პასუხი. არ არის ეს სწორი პასუხი. ვაგრძელებთ ნიკასთვის ყურადღებით. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მანჩესტერ იუნაიტედის ფანი იყო, 8 წლის ასაკში მანჩესტერ სიტის აკადემიას შეუერთდა. 2020 წელს სიტის ძირითად გუნდში მისი დებიუტი შედგა. გასულ წელს ფეხბურთელმა კლუბის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ჩელსიში გადავიდა და საოცარი სეზონიც ჩაატარა. ახლა კი ეცადეთ დაასახელოთ ეს ინგლისელი ფეხბურთელი, ისე რომ არ შეგცივდეთ. კოულ პალმერი. ეს არის კოულ პალმერი, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. მის სახელთან არის დაკავშირებული და მისი გოლების აღნიშვნის თავისებურებასთანაც ესე აღნიშნავს ხოლმე ხანდახან კოულ პალმერი. 12-10 ხდება ანგარიში და ბლიცის მოთამაშეები მაგიდებთ. მაშასე, ნიკა და ირაკლი ითამაშებენ ბლიცს, მოემზადეთ მეგობრებო. ბლიცის ეტაპს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. ნიკა, პირველი შენთან უნდა ვითამაშო. მზად ხარ ამისთვის? დავიწყოთ ბლიცი ნიკასთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია ჩინო აჩებე. ნიგერი. სწორედ მინდა წერო როჯერ ეკროიდის მკვლელობა. კრისტი. სწორედ რენეს დაიწერა ჯადოსნურებთა. გერმანულ. სწორედ დოშანშვილს რომელ წიგნში ხვდებით ბალახის ფერკაც. სამსაპიროზე. სწორედ ვერთა რა ქვია ფილიას ფოგის მსახურს. პასპორტუ. სწორედ რაგვარი უცნაური თომასის ავტორი დინი. კუცი. სწორედ ლეგუინთა რომელი კუნძულიდან აწარმოშობილი. ზღვამიწეთი. გონტი რომელ წიგნში ხვდებით ჯურხას და ელისბარს. არ ვიცი. თეთრი საკლო მითოლოგიაში ვინ იყო აპოლონის ტყუპი და არტემიდა. სწორედ მინდა წერა მსხლების მინდორი. ექთევიშვილი. სწორედ კინგთა რომელიც ციხიდან გაიქცევა ენდი დუფრეინი. შოუშენკი. სწორედ როგორი აიებია სალმარუსი. ესაკეუნი. სწორია რის ახსარებას ხვდებით მიშლის. სწორია ზელაზნიცა რა ქვია მერლინის დას. ამბერი. და რა ბიბლიაში საიდან წამოიყვან ებრაელები მოსემ. სწორია რომელ სოფელში დაიბადა იაკობ გოიბაშვილი. ვარიანი. სწორია ტოლკინთა რამდენი ჰობიტი იყო ბეჭდის საძმოში. 3. 4 გაბრიელ გარსია მარკესის სიყვარული ჟამიანობის. სწორია რომელი პოლონელი მწერლის ნამდვილი გვარია გოლდშმიტი. არ ვიცი. კორჩაკის რომელ ავტორთან ხვდებით რენდოლფ კარტერს. კრისტი არ ვიცი. ლავკრაფტი რაგვარია თეთრი კბილების ავტორი ზეიდი. სწორია დაასრულა ჩავიცხენის ადავითა ყვალომსა და სწორია რომელი ნაწარმოების გმირია ილაიაილი. არ ვიცი. შიმშილი რომელი მწერლის პერსონაჟია მუსტაფა მონდი. ჰაქსლი. სწორია. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ნიკამ დააგროვა 17 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ნიკას. აპლოდისმენტები. მე კი ვინაცვლებ ირაკლისთან. ირაკლი. მზად ხარ? ვარ. დავიწყოთ ბლიცი ირაკლისთან.
დავიწყოთ. სადავი ავტორია ჰალდორ ლაქსნესი. ისადილ. სწორია მინდა წერა ალისფერი კვალი. სწორია რაინას დაიწერა დაკარგული დროის ძიებაში. სწორია ჭილაძის რომელ წიგნში ხვდებით უხეიროს. ჯაზე კაც მინდოდა. სწორია ვერთა რა ქვია ნაუტილუსის კაპიტანს. სწორია რაგვარია გოგნა მატარებელში ავტორი პოლა. ჰოგინს. სწორია ლეგუინთა რომელ კუნძულზე მდებარეობს. როუკი რომელ წიგნში ხვდებით ნიკას და ნახუცრ ივანეს. აუგვაშნაც. ჯაყოს ხიზნები მითოლოგიაში რა ერქვა დედალოსის შვილს? არის. იკაროსი მინდა წერა ქალაქი წყალზე. ბენზე. სწორია როუდია რომელიც იქიდან გაიქცევა სირიუს ბლეკი. ასკაბარი. სწორია რის ღმერთი არ უნდა ტიროს. სწორია ოქროს რას ხვდებით მიშიმას წიგნის სათაურში. სწორია ზელაზისთა რა ქვია კორვინის დედა. ფაიელა ბიბლიაში რამდენი წელი ატარა მოსე მებრალები. სწორია რომელ სოფელში დაიბადა გიორგი ლეონიძე. პატარა ტოლკითა რამდენი ჯუჯა იყო ბეჭდისაწყში. სწორია გაბრიელ გარსია მარკესის პოლკოვნიკს არავინ. სწორია რომელიც 7 წელს ნამდვილი გვარი ერიქსონი. ლიდერ. სწორია რომელ ავტორთან ხვდებით პალმერ ელდრიჩს. სტიკი. სწორია რაგვარია მხევლის წიგნის ავტორი მარგარეტი. სწორია დაასრულეთ ნახეს უცხო მოყმევინო. სწორია რომელი ნაწარმოების გმირია ემწუთა. ისა, ემწუთა არის შიმშილ. მისტერიები რომელ წერილის პერსონაჟია დი503. ისა, კარგი. ზამიატინი. დრო ამოიწურა. და ირაკლიმას დააგროვა 17 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები და დაუბრუნდით მოთამაშეები სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. დაგვიბრუნდით, მეგობრებო. არა, რას? პირი. ეს ყველაფერი ძალიან დრამატულია, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ უნდა გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. ანგარიშით 29-27 მეოთხედ ფინალში გადადის კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი. ტრიუმფალური ჭაღი. მართლაც ტრიუმფალურია დღეს მათი ჭაღი, იმიტომ რომ საოცრად შემოატრიალეს თამაში. მეგობრებო, რაღაცა გვიან გაიხსენით, 10-0 აგებდით და საბოლოოდ მოახერხეთ საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხება და მეოთხედ ფინალში სასურველი ადგილის მოპოვება. აპლოდისმენტები ტრიუმფალურ ჭაღს. აპლოდისმენტები ნამდვილად შვენიერი თამაში შემოგთავაზეს. რა შეიძლება ითქვას ამაზე მეტი? შეიძლება ითქვას ის, რომ მეორე მხარეს არის 3 ძალიან მაგარი მოთამაშე, რომელთაც სასკოლო სეზონში თავთავის გუნდებში არაერთი შესანიშნავი თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ სამწუხაროდ დღეს დამარცხდნენ მიუხედავად იმისა, რომ ესე ძალუმად დაიწყეს მერვედ ფინალი. მეგობრებო, არ ვიცი ამ შემთხვევაში როგორ განუგეშოთ, გამხნევდით, არაუშავს თამაშის ნაწილია ეს ყველაფერი და ხურვალი აპლოდისმენტები ყუბა როიალს. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი სამწუხაროდ ეთიშება მე-13 სტუდენტურ სეზონს და გაეწყო. მე უნდა დაგემშვიდობოთ, გეტყვით რომ ერთმანეთს შევხვდებით კვლავაც ციგნების თაროში, თქვენ უყურეთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივრეთ აი ასეთ მშვენიერ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას ან ბანგან დონ ჩვენ არა გვაქვს ძილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან ან ბანგან დონ ჩვენ არა გვაქვს ძილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან ან ბანგან დონ ჩვენ არა გვაქვს ძილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან ან ბანგან დონ ჩვენ არა გვაქვს ძილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან მასწავლი ჭკუას